Cinedocki თბილისი პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია კავკასიაში, რომლის ფოკუსშიც მხოლოდ შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები ხდება. კინოფესტივალი 14-დან 19 ოქტომბრამდე გასტანს და თუ რა მოხდება ამ 5 დღის განმავლობაში, ამას უკვე ჩვენი სტუმრები გვიამბობენ და წარვადგინოთ. ჩვენი სტუმრები არიან ფესტივალის დირექტორი არჩილ ხეთაგური, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი ჟორჟოლიანი, ფესტივალის პროგრამების კოორდინატორი მარიამ ახალკაცი და ფესტივალის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინი ზარდიაშვილი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველი კითხვა ალბათ იქნება ლოგიკური. ამ ფესტივალზე მხოლოდ ქართული ფილმები იქნება წარმოდგენილი თუ იქნება სხვა ქვეყნები და რამდენი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი და რამდენი ფილმს უჩვენებთ, ეს ზოგადად რომ მოვყვეთ და დავიწყოთ. კი ბატონო, ჩვენი ფესტივალი არის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი და ამ ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება მსოფლიოს დოკუმენტური კინო. მასთან ერთად ნაჩვენები იქნება 3 ქართული ფილმი. წლევანდელ ფესტივალზე შეირჩა მხოლოდ 3 დოკუმენტური ჟანრის ფილმი საქართველოდან. ვინ არიან ავტორები? ანა ციმიტიას ბიბლიოთეკა იქნება წარდგენილი ფესტივალის ფარგლებში, შალვა შენგელის ხელმწიფე და ინაშვილის სხვა ქალაქი. რამდენი სექციისგან შედგება ფესტივალი? ფესტივალი შედგება წელს 5 სექციისგან. ჩვენ გავზარდეს ჩარშანდელი ფესტივალი შედგებოდა 3 სექციისგან, ეს იყო მხოლოდ საკონკურსო სექციები. წელს დავამატეთ სხვა სივრცე, ეს არის საინტერესო სექცია, სადაც ნაჩვენები იქნება ფილმები, რომელიც არის თემატიკურად დაკავშირებული ერთმანეთთან. თემატიკა მიგრაცია, ემიგრაცია, ადამიანის დისლოკაცია, სხვა სივრცეში, სხვა სივრცეს თემები, რომელიც აქტუალურია დღეს. დიახ, აქტუალური თემა და მე არის კიდევ, ესე იგი, უკრაინის ხმები, რომელიც შედგება 5 ფილმისგან, ჩამოდის უკრაინიდან, უკრაინის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის ორგანიზატორები და ამ ფილმებს თვითონ წარადგენენ. და კიდევ პატარა 2 მინი სექცია, ეს არის ითვა, ფოკუსში იქნება, ეს არის ამსტერდამის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის რჩეული ფილმები და ამერიკის საელჩო მოგვაწოდა კიდევ ფილმი, რომელსაც ვაჩვენებთ მათი თანდასწრებით. საინტერესოა ჟიური როგორ შეაფასებს, სექციების მიხედვით იქნება განაწილებული ჯგუფები თუ ერთი ჯგუფი შეაფასებს ყველა სექციას? ორი, ესე იგი ვთქვათ, საერთაშორისო სექციას ყავს თავის საკონკურსო სექციას თავისი ჟიური ყავს. ქალბატონი ნანა ჯანელიძე იქნება ერთ-ერთი წევრი, სიმონე ბაუმანი გერმანელი პროდიუსერი და ასევე ფოკუს კავკასიას ყავს თავისი სექცია, სტეფან ვაკმის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი, მელანი დე ფოხტ, ეს არის ამსტერდამის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალიდან ჩამოსული, მაგრამ ბავშვების სექციას ყავს ძალიან ორიგინალური ჟიური, ეს არის თვითონ ბავშვები. ბავშვები უყურებენ ამ ფილმებს, ჩაერთობიან ამ დისკუსიებში და ბავშვები აფასებენ. ასევე არის პუბლიკის პრიზი, რომელსაც ნებისმიერი ფილმი შეფასებული იქნება მაყურებლის მიერ და ბოლოში გამარჯვებულ ფილმს გადაეცემა პუბლიკის პრიზი. აქ ვიკითხავთ ბატონო არჩილ, სანამ ფესტივალის დეტალებზე ვისაუბრებთ, რაღაცნაირად თითქოს 80-იანი წლების ბოლოს შეწყდა. მანამდე ძალიან აქტიურად მუშაობდნენ ქართველი რეჟისორები კინოდოკუმენტარისტიკაში, იქნებოდა დოკუმენტური ფილმები, მე თითქოს ეს ციკლი დაირღვა და რატომღაც აღარ იყო ისეთი ფილმი, ჯერ 90-იანი წლები რო გაჩერდა მხატვრულ ფილმს ვეღარ იღებდნენ 10 წელი უნდებოდნენ რეჟისორები, მაგრამ ბოლო პერიოდში მე ვერ ვიხსენებ, ბევრ ფილმს იყო ანა ძიაფშიპა, მახსოვს ასევე სალომე ჯაშის გადაღებული დოკუმენტური ფილმი, ძალიან ნაკლებად მოკლედ. რა მდგომარეობა ქართულ დოკუმენტურ კინოში? და ფესტივალზე ეს რამდენად გამოჩნდება მიუხედავად იმისა, რომ 3 ფილმი მონაწილეობს ამ ფილმში, ან რეტროსპექტივას ან რამეს ხომ არ აპირებ? რაც შეეხება რეტროსპექტივას, ეს გასულ წელს იყო ნაჩვენები პანორამა ქართული ფილმების ბოლო 10 წლის განმავლობაში გადაღებული ფილმები. წელს როგორც ახსენეთ, ისეთი ტემპით ფილმები ამდენი წლის განმავლობაში არ იღებოდა, ამიტომ ყოველ წელს ვერ გავაკეთებთ ამ ერთი და იგივე ფილმების რეტროსპექტივას, უფრო ჩვენ ფოკუსში გვყავს ახალი რეჟისორები, ესე ვთქვათ, ახალი ფილმის რეჟისორები. წელს რა თქმა უნდა 3 ფილმი არის წარდგენილი, ეს იმას ანიშნავს, რომ 3-ზე მეტი არ იყო გადაღებული, უბრალოდ როგორც ყველა ფესტივალი ჩვენ შეზღუდულები ვართ და ყველა გამოგზავნით ქართულ ფილმს, რაც არ უნდა გვინდოდეს, მაინც ვერ ავირჩევთ, იმიტომ რომ დაყოფილია ეს სექციებად, მაგრამ მართ არ ბრძანებთ ეს
შეჩერება იყო ეს პერიოდი, დიდი ხნის პერიოდი, რომელსაც თითქმის არაფერი არ ხდებოდა, არც მხატვრობდა, არც დოკუმენტურ ფილმში, მაგრამ წამოვიდა ახალი, ესე ვთქვათ, მიმართულება, ეს ასევე განაპირობა იმან, რომ დოკუმენტური ფილმი ვითარდება საერთოდ მსოფლიოში, ტრადიციული მეთოდები გადაღების შეიცვალა, უფრო ვთქვათ, ხელმისაწვდომი გახდა ფილმის გადაღება ადამიანის შესახებ უბრალოდ ხედვა, ესე იგი ორიგინალური ხედვა არის უკვე მთავარი და არა ის ტექნიკური აპარატურა, რომელიც ასეთი კომპლექსური იყო, ადრე და გჭირდებოდა მთელი ჯგუფი ამის გაკეთებისთვის. და ამიტომ ეს გლობალური გახდა უფრო დოკუმენტური ფილმი. არ არის მარტო ის, რომ უნდა დაფინანსებული იყოს ერთ ქვეყანაში, აქაც არის კოპროდუქციები, არსებობს თანამშრომლობა და აი ამის შესახებ ჩვენ ფესტივალზე ჩამოყვანილი ყავს გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, შვეიცარიიდან ექსპერტები, ფონდის წარმომადგენლები და ტელევიზიები, რომელთაც შევახვედრებთ ქართველ კინორეჟისორებს და თავიანთი პროექტებს წარუდგენენ. იმედია, რომ ეს თანამშრომლობაც შედგება რამდენიმე პროექტის ფარგლებში. და ირაკლი, მინდა ვკითხო, როგორ შედგა თქვენი და კინოფესტივალის თანამშრომლობა თქვენი ფონდის და რა ფორმით მონაწილეობთ საინტერესო? მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო სინოფილის ორგანიზაციას, რომელმაც შემოიტანა საპროექტო წინადადება ბავშვთა და ახალგაზრდათა განათლების ფონდში და მოგეხსენებათ 14 ოქტომბრიდან, ესე ვთქვათ, საქართველოში სტარტს იღებს დოკუმენტური ფილმების, ესე ვთქვათ, ფესტივალი, იქნება ხელოვნების ზემი, თავისი თოქ-შოუებით და ასე შემდგომ და მთლიანად ერთ-ერთი სექციის სპონსორი არის. მათ შორის ახალგაზრდულ მიმართულებას გულისხმობ, არის მის სპონსორი არის ბავშვთა და ახალგაზრდათა განათლების ფონდი, როგორც ბატონო მარჩელმა აღნიშნა, ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა, რომ მიიღოთ უშუალოდ დოკუმენტური ფილმების შერჩევაში, ესე ვთქვათ, მონაწილეობა და ეს მათი უნარჩვევების ამაღლებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თვითონ დოკუმენტური ფილმის მნიშვნელობაზე ალბათ ბევრს არ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს არის რეალობის კრეატიული აღქმის ხელოვნება, 20-იანი წლებიდან იღებს საფუძველს, რომელიც ჯონ გეერსონი თვალსაჩინო დამფუძნებელი ამ მიმდინარეობის და შემდგომში მან ფართო მასშტაბები მიიღო მსოფლიოს მასშტაბით. სინედოკი 2 წლის განმავლობაში მეორე წელია რაც ტარდება საქართველოში და წელს უფრო ფართო მასშტაბიან სახეს მიიღებს და ეს ერთი კვირის ესე ვთქვათ პერიოდში იქნება ხელოვნების ზემი თლიანად თბილისში, რუსთავოსა და ამირანში იქნება ნაჩვენები, ჩვენება დოკუმენტური ფილმების და რა თქმა უნდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო მომავალში თანამშრომლობს გავს ინიციატივების წახალისებაში, იმიტომ რომ პირველ რიგში საქართველოში ესე ვთქვათ დოკუმენტურ ფილმებს აქვს თავისი ტრადიცია, თვითონ კინემატოგრაფიას აქვს ისტორიული ფესვები და ცხადია ეროვნული პროგრამების და სოციალური პროგრამების სტიმულირება ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესს უნდა წარმოადგენდეს და ჩვენ მოტივირებული ვართ შემდეგ საგრანდო კონკურსებშიც მსგავს ინიციატივები დავაფინანსოთ. სხვათა შორის შარშან იყო ხელოვნების თვალით დანახული 90-იანი წლების საქართველოს კრეატიული პროექტი და მოუწოდებ ახალგაზრდობას, რომ უფრო აქტიუროს სამმართველოებით და ჩაერთონ ჩვენ საპროექტო წინადადებებში. კარგია, რომ ასე აქტიურად ხართ ჩართული. მარიამს მინდა ვკითხო, შარშანდელისგან განსხვავებით რაიმე სიახლე და განსხვავებული ხომ არ იქნება თვითონ პროგრამაში? პირველ რიგში მეც მოგესალმებით და მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მინდა ერთი პატარა დეტალი აღვნიშნო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი ჩვენების შემდეგ, ჩვენ როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოწვეული ყავს ძალიან ბევრი რეჟისორი, ფილმის სხვადასხვა წარმომადგენლები, იქნება ეს პროდიუსერები თუ სხვა და გაიმართება უშუალოდ კითხვა-პასუხის რეჟიმი მაყურებელთან. ასე რომ ნებისმიერ მაყურებელს, რომელიც დაეწრება ფილმის ჩვენებას, საშუალება ექნება უშუალოდ გაესაუბროს მის რეჟისორს, დაუსვას ნებისმიერი კითხვა ფილმთან დაკავშირებით და შევიდეს მასთან კონტაქტში. და ჩემი აზრით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოუწოდებ ამიტომ ყველა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ახლა რომ გვეწიოს სინედოქზე. რაც შეეხება განსხვავებას, წელს მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გვექნება თოქ-შოუები და მასტერ-კლასები. თოქ-შოუ ჩვენს პროგრამაში ნახავთ, რომ გაიმართება ორჯერ. ეს ფესტივალის პარტნიორი და ასე ვთქვათ კაფე, სადაც მივიღებთ სტუმრებს, იქნება დივანი და სწორედ დივანში გაიმართება ეს თოქ-შოუები სხვადასხვა თემატიკაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ფილმებიდან გამომდინარე და ეს თოქ-შოუები იქნება 16 და 17 ოქტომბერს და ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, რომ დაესწროს მათ. ასევე გაიმართება მასტერ-კლასები, მათთვის
ვისაც უნდა რომ უშუალოდ პროფესიონალებისგან მიიღოს არჩევები. დიახ. და ჩემი აზრით მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ქართველისთვის, ვინც დოკუმენტურ სფეროთია დაკავებული, რომ დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ამ მასტერკლასებში თუ თოქ-შოუებში. თემატიკა თუ არის განსაზღვრული, ან შერჩევის დროს თუ ითვალისწინებთ ამას, ან თუ წლევანდელ ფესტივალზე თუ არის რამე გამოყოფილი ესეთი თემა არის მიხედვით ასე თქვა ფილმები დაკომპლექტება თუნდაც. შერჩევის პროცესში მთავარი რაც ჩვენ გქონდა გათვალისწინებული იყო ფილმის შინაარსობრივი მხარე. ეს უნდა ყოფილიყო საავტორო დოკუმენტური ფილმი, მაღალი დონის გაკეთებული დოკუმენტური ფილმი. ეს იყო ერთადერთი კრიტერიუმი, იმიტომ რომ ეს არის შემოქმედებით დოკუმენტური კინოფესტივალი და თემატიკა აქ თქვათ პირველ რიგში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უნდა იყოს ორიგინალური ფილმი, ეს არის მთავარი. მერე უკვე დაალაგდა რა თქმა უნდა არჩევის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა გადანაწილდება ეს თემატიკა და წეგან როგორც აღნიშნეთ ეს ერთ-ერთი თემა იყო ეს სხვა სივრცე. ესეც ალბათ იმ გლობალური სამყაროდან გამომდინარე ადამიანს უფრო და უფრო ბევრჯერ უხდება სხვა სივრცეში გადაადგილება, ეს იქნება მიგრაცია, ემიგრაცია თუ ნებისმიერი თვითონ ადამიანი თავის ქვეყანაშიც კი ეძებს ამ სივრცეს. ეს ძალიან ისე ვთქვათ მრავალფეროვნად შეირჩა ეს ფილმები ამ სექციაში და მე მგონი საინტერესო იქნება. მადლობა. მხოლოდ არის და სხვადასხვა სარგუხსენებია ამსტერდამიდან იქნებიან სტუმრები საბავშვო ფესტივალის ხელმძღვანელი არის ჩამოსული ეს გვინდა. ძალიან კარგი, დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. სხვაგანაც ეს კინოთეატრი ამირანი რუსთაველი ეს არის ჩვენები, სადაც გაიმართება უმრავლესი ჩვენობა, უმეტესი ფილმების ჩვენება, მაგრამ არის ასევე გოეთეს ინსტიტუტი. აი გოეთეს ინსტიტუტში დასწრება არის თავისუფალი. და ძალიან დიდი მადლობა. მაშასე 14-დან 19 ოქტომბრამდე სინედოკი გელით დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო თბილისის კინოფესტივალი. ჩვენ კი ახლა უნდა შევეხმიანოთ ნინო ჭანდურაიოს ქრონიკა არის ჩვენ ქრონიკის შემდეგ ბრუნდებით.